გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ 5 დაკავებულს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. საქმე ეხება ირაკლი ქარსილაძის მინისტრობისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. სუსის შენობის დატოვების შემდეგ ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეზე გამოკითხული არ არის. მისივე თქმით, პაიკიძის მიერ ქვეყნის დატოვება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. ადვოკატი ამბობს, რომ მეტ დეტალზე საუბარს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შეძლებს. პაიკიძე გაფრთხილებული არ ყოფილა არავის მხრიდან. ბატონი პაიკიძის საქართველოს დატოვება უკავშირდებოდა მხოლოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასევე საგამოძიებო ორგანოებისთვის ცნობილია, რომ მას ძალიან ხშირად უფიქსირდებოდა საზღვრის კვეთა, რომელიც აქვე გიმეორებთ, რომ უკავშირდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბატონმა პაიკიძემ თურქეთის მიმართულებით დატოვა, ვინაიდან ის იმყოფებოდა სამკურნალოდ. ამ ეტაპზე სად არის არ ვიცი, რომც ვიცოდე, მაინც არ ხედავ. საქმე ხომ არ ჩამოვა ბრალის წარდგენის შემდეგ. დარწმუნებული ვარ მას შემდგომ, რაც მე გავეცნობი საქმის მასალებს და მექნება იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი როგორც დამცველის პოზიცია გავაცნო მას და თუ კი ჩვენ ამ კომუნიკაციის შესაძლებლობა გვექნება, ბუნებრივია მე მას აუხსნი. ის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გამოძიებას არ ემალებოდა და დარწმუნებული ვარ მისი ინტერესიც არის, ვისი გაცნობაც მოვახერხე ბატონი ლილუაშვილის გვარი და სახელი საქმეში არ ფიგურირებს. ბიჭიკო პაიკიძის გარდა სუსმა სისხლის სამართლის საქმეზე ბიბი ტრანსის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელი, ამავე კომპანიის თანამშრომელი და საზედამხედველო კომპანიის 3 წარმომადგენელი დააკავა. ვალერიან კვარაცხელიას ადვოკატის თეონა გვაზავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატის თქმით, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე პირნათლად იყო შესრულებული. ბრალდების წარდგენის შემდგომ ჩვენება არ დაფიქსირებულა, ვინაიდან იყენებს კანონით გათვალისწინებულ დუმილის უფლებას. ამ ეტაპისათვის შემიძლია ვთქვა შემდეგი სახის ინფორმაცია. ტენდერი გამოცხადდა 2020 წლის 6 ნოემბერს. შესაბამისად ხელშეკრულებაც სახელმწიფოსგან გაფორმებულია შესაბამის დაწესებულებასთან 2020 წლის 19 დეკემბერს. ჩემი დაცვის მყოფი დირექტორის პოზიციას კომპანიაში იკავებს 2021 წლის 10 აგვისტოდან, რაც ნიშნავს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გარკვეული სახის ქმედებები განხორციელებულია ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გახდებოდა უფლებამოსილი პირი. სამუშაოები ჩაბარებულია კეთილსინდისიერად, ხარისხობრივად, შეესაბამება იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებით დადგენილი იყო სახელმწიფოს შესყიდვის მიერ. ვიცი, რომ ვალერიან კვარაცხელი აქამდე არაერთხელ არის დაკითხული და თითქმის ყველა დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება გამოძიება, რომელზეც შედგენილია ექსპერტიზის დასკვნა, თვით წარმოდგენილია საგამოძიებო ორგანოში. ამ საქმეზე დაკავებული საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი როინ ფოფხაძე ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ვაკო მაჭარაშვილი ამბობს, რომ დეტალები საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ეცოდინება. ბრალს არ აღიარებს არც გიორგი კვახაძე, ისიც საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელია. ბრალის ფორმულირება ისეთი თითქოს შეთანხმებით მოქმედებდა რაღაც ჯგუფი. ეხლა სინამდვილეში ეს თანხები ეხლა მე სხვაზე არ შემიძლია საუბარი. აქ არის საუბარი ძირითადად იმაზე, რომ ქვა ხორღი რაც მოქონდათ და რაც უნდა ესე იგი ქუთაისიდან უნდა ჩამოეტანათ რაჭის რეგიონში, ის თითქოს და სადღაც უფრო ახლოდან რაჭიდან მოქონდათ. ნუ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემ დაცვის მყოფს არანაირი არც ვალდებულება გააჩნდა და არც მიუწვდებოდა ხელი დაუშვათ თუ საიდან მოდიოდა ეს ქვა. თქვენს დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენება ექნება ალბათ მიცემული და სამწუხაროდ სამწუხაროდ რას გულისხმობთ? მე არ ვიყავ. არა, არაფერი არ არის. ჩემ გარშემოცა ჩვენ. დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის შესახებ კომენტარს ავრცელებს პროკურატურა. 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში ქუთაისი ალპანა მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას შპს ბიპ ტრანსის 100%-იანი წილის მფლობელი პირი ამავე კომპანიის დირექტორის და კომპანიის თანამშრომლის დახმარებით აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით მათთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას 4.184.259 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია
და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხევლობაში მყოფი სხვა შესაძლო პირების იდენტიფიცირების მიზნით. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. მოუწოდებთ ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, მოგვაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია და ითანამშრომლონ სამართალდამცავ სტრუქტურებთან. დაკავებების ახალ სერიასთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბედს მალე გაიზიარებენ გრიგოლ ლილუაშვილი და ირაკლი ქარსელაძე. ოპოზიცია ოცნების შიდა კლანურ დაპირისპირებაზე საუბრობს. თავად თუნდაც დღევანდელი ოცნების establishment-ი და ეგრეთ წოდებული leadership-ი რა არ იზიარებს ამაზე პასუხისმგებლობას? ანუ თუ რეალურად მათ ყავდათ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები ღარიბაშვილის სახით, რომელიც პირდაპირ იყვნენ ჩართული კორუფციაში, ეს რა მათი პასუხისმგებლობა არ არის? ეს არანაირი ბრძოლა არ არის კორუფციასთან. ეს არის, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო მორიგი, ასე ვთქვათ, რაღაცა სპექტაკლი, თუ ვითომ სინამდვილეში როგორ ებრძვიან კორუფციას, მაგრამ სინამდვილეში ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის. ეს არის ინტერესების, მათ შორის ფინანსური ინტერესების გადანაწილება, როცა ჩვენ კარგად ვხედავთ ეს კობახიძე, კალაძის კორუმპირებული დაჯგუფება, მას შემდეგ რაც მათ პოლიტიკურად მოიცილეს ღარიბაშვილი და მისი კლანი, ასე ვთქვათ, ახლა როგორ ცდილობენ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ ღარიბაშვილის ბიზნესები. ათობით ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აი ამ ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა სხვადასხვა მინისტრების მმართველობის დროს იყო დაკავშირებული კორუფციულ ინტერესებთან. ეს იყო სამტრედია გრიგოლეთის გზა, ეს იყო ხულო ზარზმის გზა. დღეს, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არ არის კორუფციასთან რეალური ბრძოლა, ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება. კობახიძის, მდინარაძის კლანი დღეს არის დაპირისპირებული მის წინამორბედთან, ლილუაშვილის, ღარიბაშვილის, გომელაურის კლანთან და მიმდინარეობს აი ამ ძალაუფლების თვის ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჩვენ მართლაც გსურს რომ კორუფცია დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, აუცილებელია დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილება. რონოსი თავის შვილებს ჭამს, მაგ ფაზაში შევედით, რეალურად კი პოლიტიკური კანიბალიზმის შემყურენი ვართ, როდესაც საჩვენებლად საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად მავნე მოვლენებთან ბრძოლის საჩვენებლად და ამ სალაფავის პროპაგანდით გაყიდვის მიზნით ივანიშვილი დაერია საკუთარ თანაგუნდელებს, თანაც ყველაზე ძველებს და ყველაზე ერთგულებს, რომელსაც აი ამ სიძველის და ერთგულების გამო ყველაზე მეტი ახაპინა საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული და აპარინა. ეხა მათ ამ ფულს აბრუნებინებს და თან ყველაზე ბინძური ფორმით ისე როგორც ეს ჩვევია 90-იანებიდან მოყოლებული სრული დისკრედიტაციით, სრული მორალური ჩამონგრევით და განადგურებით ღარიბაშვილის გარემოცვა პირველი ხაზი იყო, ეხა გადავიდა გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვაზე. არის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი იმ გამოძიებების რეალური სამიზნე, რომელიც ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძე სავარაუდო შიდა კლანურ დაპირისპირებაზე არაფერს ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ მის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებები კორუფციის რისკების დაზღვევას ემსახურება. კითხვას აქვს თუ არა კომუნიკაცია ღარიბაშვილთან, ან იცის თუ არა სად არის ის. კობახიძე ასე პასუხობს. თებერვლიდან დაწყებული, როდესაც მე დავიკავე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა, უამრავი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ასე ვთქვათ, მოწყვლად სფეროებში, საკადრო ცვლილებები, არა, იყო ბევრი ცვლილება, როგორც მინისტრების დონეზე, მინისტრის მოადგილეების დონეზე, უფრო დაბალ დონეზე, სხვადასხვა დონეზე იყო საკადრო ცვლილებები, რაც მათ შორის ემსახურებოდა კორუფციის რისკების დაზღვევას. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე 8 თებერვლიდან მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტი არის სრულიად ღია და საჯარო. ესეც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამზღვევი ზომა, რომელიც იქნა მიღებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პროკურატურის ინფორმაციით ბიპი ტრანსის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა გამოყენებას ედავებიან, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მას 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ბიჭიკო პაიკიძის შვილის ნათლია. პაიკიძე ვანის საკრებულოში ქართულ ოცნებას წარმოადგენს. რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, მათ პროკურატურა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.